სიტყვის დაჯერებაც არ შეიძლება. სანამ შედეგს არ დავინახავთ, ვერ ვენდობით. იმედი მაქვს დადგება მომენტი, როდესაც პუტინი გააცნობიერებს, რომ აზიანებს არა მხოლოდ გლობალურ წესრიგს, არამედ უზარმაზარ ზიანს აყენებს რუსეთსაც. ვიდრე დასავლეთს იმედი აქვს, აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფაა. მოქალაქეები სახლებს ტოვებენ, ყოველდღე იცვლება ფრონტის ხაზი. ამ დროისთვის სეპარატისტები სტრატეგიული ქალაქის დებალცევოს ასაღებად იბრძვიან. დონეცკში დღეს ძლიერი აფეთქების ხმებიც ისმოდა. სხვადასხვა ვერსიით აფეთქებულია ქიმიური ქარხანა ან რუსული ჰუმანიტარული ტვირთი. შეცვლის თუ არა რეალობას მინსკის შეხვედრა 2 დღეში გაირკვევა. მაშინ, როცა რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. კიდევ რა ხდებოდა დღეს მნიშვნელოვანი მსოფლიოში, ამას უცხოეთის ახალი ამბების ქრონიკიდან შეიტყობთ. მარსელში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს, ვარაუდობენ, რომ ინციდენტი პრემიერ-მინისტრის ვიზიტს უკავშირდებოდა. სტამბოლში დიდი ოცეულის სამიტი გაიხსნა. გაერთიანების ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას განიხილავენ. ჩინეთში 5 ბიზნესმენის სიკვდილით დასაჯეს, ისინი კორუფციაში დამნაშავედ ცნეს. ავსტრალიაში სერფინგის ზვიგენი დაესხა თავს. სპორტსმენის დახმარებას სანაპიროზე მყოფნი შეეცადნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბელარუსში შოკოლადის მუზეუმი გაიხსნა, სადაც ყველა ექსპონატი კაკაოს მარცვლებისგანაა შექმნილი. ვენეციის კარნავალი ანგელოზის ტრადიციული დაშვებით დაიწყო, რომლის როლშიც ტრადიციულად იტალიის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. კარნავალისთვის ემზადება ბრაზილია. რიოს სამბადრომზე 12 სკოლა გენერალურ რეპეტიციას გადის. რეკლამის შემდეგ სპორტისა და კულტურის სიახლეებს გაგაცნობთ. თანამედროვე ებრაელი მწერლების პირველი ქართული თარგმანი და თეატრალური პრეზენტაცია. შერჩევა მოხდა იმ ნიშნით, რამდენად ცნობილი იყო პიესა. გამომცემლობა არტანუჯის და მოძრაობის თეატრის ერთობლივი პროექტი. თებერვალი, სპორტის სასახლე, 19 საათი. არტ-პალასი წარმოგიდგენთ პაატა ბურჯულაძეს 60. სცენაზეა მსოფლიო პრიმადონები: მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა, მაყვალა ქასრაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, თამა რივერი, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, თეონა დვალი, იანო თამარი, მარიკა გულორდავა, ნანა მირიანი და ლიანა ისაკაძე. 2 ორკესტრი, 2 დირიჟორი, ჯანლუკა მარჩანო, ნიკოლოზ რაჭველი, წამყვანები დავით ალადაშვილი და ალენ დელონი. პროექტის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. ხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო, მედია პარტნიორი ტელეკომპანია იმედი. ბილეთები იყიდება სპორტის სასახლის სალაროებში და ბილეთები ჯიზე. ინფორმაციისთვის დარეკეთ 205 10 10. წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომესმა ესოდან. ტელევიზორი გამორთე. პროსტამოლ უნო. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. მიიღეთ ხანგრძლივად 1 კაფსულა დღეში. უკეთხარ? კი, პროსტამოლ უნოს წყალობთ. პროსტამოლ უნო აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. იჩქარე, 9 მილიონის გათამაშებამდე დარჩა მხოლოდ 5 დღე. ტექნობუმი გისურვებთ მოგებას. 2015 წლის პირველი ექსკლუზიური ფასდაკლება ბეკოსგან. გვეწვეთ თებერვალში ბეკოს მაღაზიათა ქსელში. შეიძინეთ ბეკოს პროდუქცია 4 წლიანი გარანტიით და დაზოგეთ 20%-მდე. ის იქცა კლასიკად გამოჩენისთანავე. და მან საშუალება მისცა მილიონობით მამაკაცს თავიდან აეცილებინათ ერთჯერადი სამართებლით გამოწვეული გაღიზიანება. როგორ გავაუმჯობესოთ კლასიკა, დავამატოთ დაპირება, არავით არის სიძითლე. მაქსამის ახალი დიზაინი, რომელიც ამცირებს ზეწოლას, გვაძლევს სამპირობის დადების შესაძლებლობას და მილიონობით მამაკაცის ნდობა ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი შესრულება. ახალი დიზაინის жилет მაქსამი, არავით არის სიძითლე. Эй, ოტანო არჯიშე. 1 წუთით რა. ნახე, ეხლა რა ხდება რა ჩემით. კაი ბიჭებს, ფული ჭირდება.
ახალი სიმპათიური მეზობელი შეუძლებელია ლაქებთან ბრძოლაში მიატოვო. თქვენ სავექსი გჭირდებათ. ის ჩემთვის რეცხაში ნომერი პირველია და განუმეორებელი სურნელი აქვს. თან ყოველთვის ხელმისაწვდომია. ის უბრალოდ საუკეთესოა. ყოველ მხრივ საუკეთესო. ეს სავექსია. ეს არის ქრონიკა 8-ზე. დასრულდა თბილისში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ციკლი. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის ბოლო მატჩში ქართველმა წყალბურთელებმა პორტუგალის ეროვნული ნაკრები 18 ბურთიანი სხვაობით 21-3 დაამარცხეს. ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები გახდა. მოძრაობის თეატრი და გამომცემლობა არტანუჯი თანამედროვე დრამატურგიას კითხვით წარმოგიდგენენ. 5 ებრაელი ავტორის ქართულად თარგმნილი 5 პიესიდან ერთი ხვალისთვის შეირჩა. ეს იოსებ ბარ იოსეფის რთული ადამიანებია. პიესას მსახიობების სცენაზე კითხვით გააცოცხლებენ. სალმი შანშიაშვილი გიამბობთ. მეგობრები არ ჰყავს, მაგრამ ნათესავები ჰყავს. ახლა შეგიძლია თქვა 5 ებრაელი ავტორის 5 თანამედროვე პიესა ქართულ ენაზე პირველად დაიბეჭდა.